ტრამპმა გაზარდა ზეწოლა კუბაზე და კარიბები ამერიკის შეერთებული შტატების ახალი შეტევის ცენტრში მოაქცია, რაც ფართო გამოხმაურებას იწვევს. ამ შაბათს 2026 წლის 2 მაისს თეთრმა სახმა გამოაქვეყნა აღმასრულებელი ბრძანება, რომელსაც ხელი დონალდ ტრამპმა მოაწერა და რომელიც კუბის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებს აფართოვებს. იმ დროს, როცა თავად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ USS აბრაამ ლინკოლნის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავიამზიდის კუნძულთან გაგზავნას აპირებს ირანის წინააღმდეგ სასტიკი ოპერაციის შემდეგ, ეს ზომა 2026 წლის 1 მაისს იქნა ხელმოწერილი და მიზნად ისახავს პირებს, ხერებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, კომპანიებსა და სექტორებს, რომლებიც კუბის მთავრობასთან არიან დაკავშირებული. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ არხზე უნდა გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, უმაღლესი ჟურნალისტური ხარისხით, სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალვესი. თეთრი სახლის განკარგულება ამბობს, რომ კუბის რეჟიმის პოლიტიკა და ქმედებები კვლავ წარმოადგენს უჩვეულო და განსაკუთრებულ საფრთხეს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის. დოკუმენტი ასევე მიუთითებს რეპრესიებზე, კორუფციაზე, ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე და სტრატეგიულ სექტორებში მოქმედებაზე, როგორიცაა ენერგეტიკა, თავდაცვა, სამთო-მრეწველობა, ფინანსები და უსაფრთხოება. ფაქტობრივად, ტრამპმა გზა გაუხსნა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ხაზინის მდივან სკოტ ბესანტს, რომ წინ წასულიყვნენ ჰავანის რეჟიმის მხარდამჭერი სტრუქტურის წინააღმდეგ. სამიზნე მხოლოდ ერთი იზოლირებული თანამშრომელი არ არის. ბრძანება საშუალებას აძლევს დაბლოკოს ქონება, აღკვეთოს ტრანზაქციები და დაარტყას მათ, ვინც მუშაობს ან ეხმარება კუბის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებს. და აქ არის ყველაზე მგრძნობიარე წერტილი. ეს ზომა ასევე აძლევს უფლებას დააწესოს მეორადი სანქციები უცხოელებზე, რომლებიც ტრანზაქციებს ახორციელებენ ვაშინგტონის მიერ განსაზღვრულ სამიზნეებთან. ეს ნიშნავს, რომ ბანკები, კომპანიები და შუამავლები ასაშეჩოს გარეთ შეიძლება გახდნენ სამიზნე, თუ ისინი აღიქმებიან როგორც მექანიზმის ნაწილი, რომელიც რეჟიმს სიცოცხლეს უნარჩუნებს. პოლიტიკური გავლენა ძლიერია, რადგან ეს ხდება იმ დროს, როდესაც კუბა უკვე ეკონომიკურ ზეწოლას, საწვავის დეფიციტს და ელექტროენერგიის გათიშვებს განიცდის. ვაშინგტონისთვის კუბა აღარ არის მხოლოდ კრიზისში მყოფი კუნძული. ის ახლა განიხილება როგორც რეგიონული ქსელის ნაწილი, რომელიც ამერიკის ინტერესებს აშშ-ის ტერიტორიიდან 100 მილზე ნაკლებ მანძილზე ეწინააღმდეგება. ყველაზე მკაცრი განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა, როდესაც ფლორიდაში გამართულ ღონისძიებაზე კუბა ახსენა. სააგენტო ნადოლუს მიხედვით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს კუბის თითქმის დაუყოვნებლივ დაკავება შეეძლოთ. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაციიდან დაბრუნებისას შეეძლო დიდი ავიამზიდი, მაგალითად USS აბრაამ ლინკოლნი, კუბის სანაპიროსთან გაეჩერებინა. ამ ფრაზას მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ის ცალკე არ ყოფილა ნათქვამი. ის იმავე დღეს გაჩნდა, როდესაც დაწესდა სანქციების ბრძანება, ანუ ფინანსური და სამხედრო გზავნილები ერთად მოვიდა. ჰავანამ რეაგირება მოახდინა, ცდილობდა ზეწოლა წინააღმდეგობის რიტორიკად გადაექცია. მიგელ დიას კანელის მთავრობამ სანქციებს იძულებითი ზომები უწოდა და განაცხადა, რომ ისინი კოლექტიურ დასჯას წარმოადგენენ კუბელი ხალხის მიმართ. მაგრამ ეს რეაქცია უკვე მოსალოდნელი იყო. დახურული რეჟიმები ხშირად წარმოაჩენენ გარე ზეწოლას როგორც ხალხზე თავდასხმას, მაშინ როცა თავად აკონტროლებენ ეკონომიკას, უსაფრთხოებას, მედიასა და ოპოზიციას. სხვაობა ეხლა ისაა, რომ დონალდ ტრამპი მხოლოდ დიპლომატიურ დაგმობაზე არ საუბრობს. ის საუბრობს რეჟიმის ძალაუფლების წყაროების ჩახშობაზე. და სწორედ აქ კარიბები კვლავ ისტორიულ მნიშვნელობას იძენენ. ამერიკული ავიამზიდი კუბასთან ახლოს მხოლოდ გემი არ არის. ეს არის მცურავი გზავნილი. ეს არის საჰაერო კონტროლი, საზღვაო ყოფნა, ფსიქოლოგიური ზეწოლა და პოლიტიკური სიგნალი. თუნდაც ერთი გასროლის გარეშე ასეთი მოძრაობა ცვლის მეორე მხარის გათვლებს. როცა დონალდ ტრამპი ახსენებს USS აბრაამ ლინკოლნს, ის მხოლოდ სამხედრო ძალაზე არ საუბრობს. ის ამბობს, რომ კუბა ვაშინგტონის სტრატეგიულ პრიორიტეტთა სიაში შევიდა. აბრაამ ლინკოლნი ნიმიცის კლასის ავიამზიდია. ბირთვული ენერგიით მუშაობს და ათეულობით საჰაერო ხომალდის ოპერირება შეუძლია. ტრამპმა ის ამერიკული ძალის სიმბოლოდ წარმოადგინა. დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიამზიდია USS ჯერალდ არტ ფორდი. მაგრამ აბრაამ ლინკოლნი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ძლიერ ავიამზიდად, რაც კი ოდესმე აშენებულა. თუმცა ჰავანასთვის მთავარი ხომალდების ზომის შეჯიბრი არ არის. მთავარი არის გზავნილი. თუ ვაშინგტონი გადაწყვეტს ასეთი მასშტაბის საზღვაო ძალის გადაყვანას კარიბის ზღვის რეგიონში, კუბის რეჟიმს საკუთარ ეზოში რეალური ზეწოლის წინაშე მოუწევს დადგომა. ეს ზეწოლა ასევე ჯდება უფრო დიდ თანმიმდევრობაში. ჯერ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელაზე ზეწოლა გააძლიერა, შემდეგ კი გააფართოვა. მათ გააფართოვეს შეტევა ნავთობის ქსელებზე, ნარკოტრეფიკინგსა და მოკავშირე რეჟიმებზე ლათინურ ამერიკაში. ეხლა კუბა ამ დაფის შემდეგ საკვანძო წერტილად ჩანს.
როიტერსმა დააფიქსირა, რომ ტრამპის მმართველობისას ვაშინგტონმა უკვე გაზარდა ზეწოლა კუნძულზე წლის დასაწყისში. მათ შორის ნიკოლას მადუროს ვენესუელიდან წასვლის შემდეგ და ვენესუელის ნავთობის ნაკადის შეზღუდვებით კუბაში. მიზეზი მარტივია. ტრამპისთვის კუბა არ განიხილება შორეულ ენერგეტიკულ პრობლემად. თეთრი სახლისთვის ჰავანა წარმოადგენს პოლიტიკურ, იდეოლოგიურ და სადაზვერვო ბაზას რეგიონში მტრული ძალებისთვის. კუბის რეჟიმმა აქ-წლეულების განმავლობაში გადარჩენა მოახერხა გარე მხარდაჭერის, შიდა კონტროლისა და გავლენის ქსელების გამოყენებით. ეხლა ამერიკის სტრატეგია როგორც ჩანს ამ კავშირების გაწყვეტაა. საკმარისი არ არის მხოლოდ სიტყვით კუბის გაკრიტიკება. ახალი განკარგულება მიზნად ისახავს ბანკებს, კომპანიებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, შუამავლებს და სექტორებს, რომლებიც სისტემას ფულით, საწოვითა და დაცვით ამარაგებენ. მნიშვნელოვანია ეს მომენტიც ირანის გამო. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ურჩევნია ერთი საქმე დაასრულოს, სანამ მეორეს დაიწყებს. როდესაც კუბა დააკავშირა ირანის წინააღმდეგ ოპერაციიდან დაბრუნებულ ავიამზიდთან, მან ჰავანა იმავე კონფრონტაციის ლოგიკაში ჩასვა, როგორც სხვა მტრულად განწყობილ რეჟიმებთან. ამერიკის შეერთებულ შტატებში ლათინოამერიკელი აუდიტორიისთვის, განსაკუთრებით კუბელებისთვის, ვენესუელელებისთვის და სხვა ჯგუფებისთვის, რომლებიც სოციალისტური მთავრობებისგან გაიქცნენ, ეს თემა ძლიერ პოლიტიკურ გავლენას ახდენს. დონალდ ტრამპმა ეს კარგად იცის. ეს კუბის რეჟიმმაც კარგად იცის. ისტორია გვიჩვენებს, რომ კარიბის ზღვის რეგიონი ვაშინგტონისთვის ყოველთვის სასიცოცხლო უსაფრთხოების ზონად ითვლებოდა. 1962 წლის ოქტომბერში კუბის რაკეტების კრიზისის დროს ჯონ კენედიმ კუნძულზე საზღვაო კარანტინი გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კვატებმა კუბის ტერიტორიაზე საბჭოთა რაკეტები აღმოაჩინა. ფეტრმა სახმა თავი აარიდა ამ ქმედების ბლოკადად მოხსენიებას, რადგან ბლოკადა ომის მდგომარეობას ნიშნავდა, მაგრამ გზავნილი ნათელი იყო. მეტოქე სახელმწიფოს არ შეეძლო კუბა ამერიკელებისთვის პირდაპირი საფრთხის პლატფორმად ექცია. 6 ათეულწელზე მეტი დროის შემდეგ ტრამპი იყენებს სხვა ენას, სხვა კონტექსტს და სხვა მტერს, მაგრამ ძირითადი ლოგიკა კვლავ ჩნდება. კუბას ნეიტრალურ სივრცედ არ განიხილავენ, როდესაც ვაშინგტონი სტრატეგიულ რისკს დაინახავს. რეგიონის სხვა ქვეყნებშიც შეერთებულმა შტატებმა უკვე აჩვენა, რომ როდესაც მოქმედების გადაწყვეტილებას იღებენ, პოლიტიკური ზეწოლა შეიძლება კონკრეტულ ქმედებად გადაიქცეს. პანამაში 1989 წელს ბუშმა ავტორიზაცია მისცა ოპერაციას, რომელმაც მანუელ ნორიეგა გადააყენა, რომელიც ნარკოტრაფიკთან კავშირსა და ამერიკის ინტერესებისთვის საფრთხის შექმნაში იყო ბრალდებული. გრენადაში 1993 წელს რონალდ რეიგანმა ძალები გაგზავნა შიდა კრიზისის შემდეგ და ამერიკელი მოქალაქეების დაცვისა და კარიბის ზღვის რეგიონში მტრული გავლენის შეკავების მოტივით. ეს სხვადასხვა კონტექსტებია, მაგრამ ძიმე გაკვეთილს აძლევს პატარა რეჟიმებს, რომლებიც ვაშინგტონს მის სანაპიროსთან ახლოს ეწინააღმდეგებიან. როდესაც თეთრი სახლი ეროვნული უსაფრთხოების, ნარკოტრაფიკის, უცხოური ყოფნისა და რეპრესიების საკითხებს აერთიანებს, საქმე მხოლოდ დიპლომატიაზე აღარ არის. კუბის შემთხვევაში შეტევა იწყება ფულით და საერთაშორისო ზეწოლით. აღმასრულებელი ბრძანება საშუალებას აძლევს დაარტყას ყველას, ვინც კუბის ეკონომიკის სენსიტიურ სექტორებშია ჩართული, ან ვინც ფინანსურ, მატერიალურ თუ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას უწევს რეჟიმს. ეს შეიძლება შეაშინოს უცხოური კომპანიები, რომლებიც ადრე ფიქრობდნენ, რომ შეძლებდნენ კუბაში ოპერირებას თავიანთი საქმიანობის ამერიკის ბაზრისგან გამოყოფით. ასეთი ტიპის სანქცია შიშს ქმნის ფინანსურ სისტემაში. ბანკები იწყებენ ტრანზაქციების გადახედვას, კომპანიები იწყებენ რისკის შეფასებას. კუბის მოკავშირე მთავრობები ორჯერ დაფიქრდებიან, სანამ ღიად დახმარებას შესთავაზებენ. და რეჟიმი, რომელიც უკვე მარაგების კრიზისსა და ელექტროენერგიის გათიშვებს ებრძვის, შეიძლება კიდევ უფრო დასუსტდეს. ეს უფრო მძიმე უხმო ზეწოლაა. ტრამპი ფიქრობს, რომ კუბა კრახს განიცდის. რეჟიმი ცდილობს ქუჩებში ძალა აჩვენოს ოფიციალური ღონისძიებებით, დროშებითა და სიტყვით გამოსვლებით. მაგრამ ეს არ ცვლის იმ რეალობას, რომ კუნძული ეკონომიკური კრიზისით, მოსახლეობის გაქცევით, გარე დამოკიდებულებითა და პოლიტიკური განახლების ნაკლებობით არის დაძაბული. 1 მაისის ბრძანებამ სწორედ იმ საყრდენებს დაარტყა, რომლებიც ამ სისტემას ამაგრებს: ფულს, უსაფრთხოებას, ენერგიასა და გარე მხარდაჭერას. მარკო რუბიოს სახელის არსებობაც მნიშვნელოვანია. რუბიო კუბელი ემიგრანტების შვილია, კარგად იცნობს დიასპორის საკითხებს და ყოველთვის მკაც ხაზს იცავდა ჰავანას მიმართ. მისი სახელმწიფო დეპარტამენტში ყოფნისას, კუბის წინააღმდეგ პოლიტიკა მხოლოდ ტექნიკური აღარ იქნება. ის პოლიტიკურ სიმბოლოს იძენს მილიონობით ლათინოსთვის, რომლებიც კუბის რეჟიმს ავტორიტარული ქსელის სათავედ მიიჩნევენ, რომელიც მთელ რეგიონშია გავრცელებული. სკოტ ბესანტის გვერდით ხაზინაში, რუბიოს ახლა აქვს ინსტრუმენტი, რომ სიტყვები კონკრეტულ სასჯელად აქციოს. დიას-კანელის რეჟიმი ცდილობს თქვას, რომ დაშინებას არ დაექვემდებარება, მაგრამ ნამდვილი კითხვა სხვაა: ვინ დარჩა, ვინც ჯერ კიდევ ჰავანას გამო რისკზე წავა?
თუ უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტს შეუძლია დაკარგოს ცდომა ამერიკულ სისტემაზე იმის გამო, რომ კუბელ აგენტებს ეხმარება, არჩევანი გაცილებით რთული ხდება. თუ ენერგეტიკისა და სამთო-მრეწველობის კომპანიებს შეუძლიათ სანქცირებულ სექტორებთან ასოცირება, ხარჯი იზრდება. თუ რეგიონალური მოკავშირეები მიხვდებიან, რომ კუბა გახდა ტრამპის პრიორიტეტი, იზოლაცია იზრდება. ავიამზიდზე საუბარი ამ სურათს ასრულებს. სანქცია ჯიბეზე უტყამს. ავიამზიდი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს. და როცა ეს ორი რამ ერთად ჩნდება, რეჟიმისთვის გზავნილი ძალიან მკაცრი ხდება. და უკვე დასუსტებული მთავრობისთვის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ზეწოლა შეიძლება საკმარისი იყოს შიდა ბზარების გასაჩენად. რაც მოხდა შესაბამისად, იყო აშკარა შემოbrunება ამერიკის პოზიციაში კუბის მიმართ. დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას სანქციების გასაფართოებლად. და ამავე დროს მან ამერიკის საზღვაო ძალების კუნძულთან ახლოს მიყვანაზე ისაუბრა. თეთრმა სახმა ეს თემა სიტყვიერი განცხადებიდან რეალურ ქმედებებში გადაიტანა. სანქციები, ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო დეპარტამენტი და ავიამზიდი ერთსა და იმავე გზავნილში გაერთიანდა. ჰავანასთვის გაფრთხილება მარტივია. კარიბის რეგიონი ისევ დუხს. და ამჯერად დონალდ ტრამპი უნდა რომ რეჟიმმა ზეწოლა იგრძნოს მანამ, სანამ რომელიმე გემის სანაპიროსთან მიახლოვდება. მე მილსონ ალუში ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო მილსონ ალუესის საზოგადოებაში.